ძალაუფლების სრული კონტროლი. შეგიძლია რომ ყველაფერს შემფლობ არ მოდის თავისთავად. ის მოპოვებულია. მაგრამ ძალაუფლების მოპოვება მხოლოდ ფიზიკურ მოქმედებაზე არ არის დამოკიდებული. შენ გჭირდება სტრატეგია, მოთმინება და ერთი რამის გააზრება. როდესაც გარშემო სამყარო იშლება, ხალხს არ ახსოვს თავისუფლება. მას სჭირდება წესრიგი, ბელადი, რომელსაც ხსნელად ჩათვლიან. და თუ შენ ხარ ის, ვინც ამას დაპირდება, ისინი თვითონ ჩაგაბარებენ ძალაუფლებას, ნებაყოფლობით და სახეზე ღიმილით. მიუხედავად ეპოქებისა და რეგიონებისა, ისტორია მეურდება. იცვლება ადგილი, დრო, დროშის ფერები, ხალხი, მაგრამ დიქტატორისთვის გზა მუდმივად მსგავსია. იმისთვის რომ მოიპოვო ძალაუფლება, უკვე გაქვს წარსულის მაგალითი. შეგიძლია ისწავლო წარსულის ან ჩვენი დროის დიქტატორის წარმატებებით და მარცხით. ეს გზა ბევრჯერ არის გავლილი. დასაწყისისთვის შენ გჭირდება კრიზისი. შიში დიქტატორისთვის ჟანგბადი ვითარი. შიშის გარეშე ხალხი არ გაცვლის თავისუფლებას უსაფრთხოებაში. თუ კრიზისი უკვე არსებობს, გამოიყენე ის. თუ არ არსებობს, შექმენი. ეკონომიკური კოლაფსი, პოლიტიკური კრიზისი, საგარეო შიდა მტერი. დიდად მნიშვნელობა არ აქვს რითი შეაშინებ ხალხს. მთავარია შეშინდნენ. გახდი მხსნელი, შეპირდი ხალხს სტაბილურობას, სიმშვიდეს. დაკარგული დიდების და ღირსების აღდგენას. ისაუბრე თავდაჯერებით, მაშინაც კი როცა ის არ გაქვს. კრიზისში მარტივი და ემოციური სიტყვა ყოველთვის იგებს, ხოლო კომპლექსური აზრის და ფიქრის დრო არ არის. შემდეგ ამ შიშს უნდა მისცეს სახე, შიდა ან გარე, ნამდვილი ან გამოგონილი. ვინმე ვისაც დააბრალებ ქაოსს და მისცემ ხალხს სამიზნედ, რათა ის შეიზიზღონ. შენ უნდა ააშენო მეტი ვიდრე პარტია. უნდა შექმნა მოძრაობა, ტალღა, რომელიც ყველაფერს წალეკავს. კულტი, რომელიც შენ გარდა ყველას ვტრად ხედავს. მათთვის, ვინც ვტრად გამოაცხადე, სამიზნე მხოლოდ შენ ხარ, ხოლო გარშემოკრებილი უბრალოდ სიმბოლო, რომლისთვისაც ყველაფერს დათმობენ. უნიფორმები, სიმბოლოები, სიმღერები, მიეცი ხალხს რამე, რაც მათ მოძრაობის განუყოფელ წევრად აგრძნობინებს თავს. ამასობაში მოდის დრო, რისთვისაც ასე ემზადებოდი. დგება ჟამი, როდესაც თამაშის წესებს ვცვლი. აცხადებ საგანგებო მდგომარეობას, იღებ დაჩქარებულ კანონებს, ახალ კონსტიტუციას. დროა ჩამოიშორა ყველა, ვინც საფრთხეს წარმოადგენს. მტერი იქნება ეს თუ მეგობარი, მნიშვნელობა არ აქვს. დიქტატორს მეგობრები არ ყავს, მხოლოდ ჭადრაკის ფიგურები. არასწორ დროს და არასწორ ადგილას მდგომი მაგიდიდან უჩინარდება. კრიზისი დასრულებულად დაცხადებ, თუმცა მანამდე მიღებული კანონები სამუდამოდ რჩება. ახლა კი გაფრთხილება. ვიდრე ამ საქმეს შეუდგები, იცოდე ერთი რამ. როდესაც ამ გზას დაადგები, უკან ვეღარ დაიხევ. დიქტატორისთვის უსაფრთხო უკუსლის შანსი ძალაუფლებას დასთან ერთად იკლებს. შენ იცხოვრებ მუდმივ შიში, შეგეშინდება მეგობრების, ღალატის, თვითი ხალხის, რომელსაც ბედნიერება სპირდებოდი და მხსნად მოევლინე. ძალადობა, რომელსაც გეგონა რომ მანამდე გათვლილად, სტრატეგიულად და დროულად იყენებდი, ახლა მხოლოდ თვითგადარჩენისთვის გამოიყენებ. ყველა მეგობარი საფრთხედ მოგეჩვენება, ყველა მოკავშირე მოსალოდნელ მოღალატედ. შენ დაგჭირდება მეტი ჯაშუში, მეტი ციხე და მეტი ტყუილი. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ გეყოფა. ძალაუფლება არ არის ჯილდო, რომელსაც იგებ. ის ცეცხლევითაა, რომელსაც მუდამ ყვებავ. ყოველ დღე და ყოველ წუთს. ხოლო როდესაც ის ჩაქრება, მასთან ერთად შენც გაქრები. რატომ უნდა ისწავლო ეს ნაბიჯები? იმიტომ რომ ისტორია მეორდება. დიქტატორები აღზევდებიან და მარცხდებიან. და როდესაც ეს ხდება, სამყარო იცვლება სამუდამოდ. ჩვენ ყველა ვიცით მათი სახელები, მაგრამ ბევრი ვერ ხვდება, როგორ მოვიდნენ ძალაუფლების სათავეებში, როგორ გამოიყენეს შიში, манипуляცია და ქაოსი მის მოსახვეჭად. როდესაც ამის დანახვა მარტივი ხდება, უკვე გვიანია. სისტემა უკვე მუშაობს და ინერციის წინ მიიწევს. მისი შეჩერება კი რთულია. სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ მათი გზამკვლევი, იმიტომ რომ ძალაუფლება არ არის მხოლოდ ლიდერი. ეს არის სისტემა, რომელსაც ისინი ქმნიან, სისტემა, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებას შეიძლება შეიქმნას, თუ დროული საპირისპირო მოქმედება არ გადაეღობა. ეს შეიძლება მოხდეს ყველგან და ყოველთვის. ეს შეიძლება მოხდეს შენს თვალწინ. ასე რომ მკითხე შენ თავს, რას გააკეთებ, როდესაც ეს მოხდება.